აი ახელაი იცი ვინ გამომიხსნა ძმაო ეს ოპინელი ნამდვილი ბამბუკისა ძმაო აი ეგეთი ქარი შოვება ესა გამომიწაძო თემო ბრუკლინ ესა ძმაო ეს ფარდები იცი ვინ გამომიგზავნა ფარდები ნინო მეფარდე აი ესა ძმაო აი ეს ფარდები ნინო მეფარდეს გამოგზავნენ რო იცო სტარო წაგებული ინდურსე ყავს ალაიქე თავში ეკუჩა კარგად ხუმრობს ფარნა წერს ფარნა ძმაო ესა ძმაო აი ეს სამაჯური იცი გამომიგზავნა აი ეს ძმაო სამაჯური აი ეს ლევისის შარვალი ძმაო იცი გამომიგზავნა ნიკა ბრუკლინი Toma როგორ დაკითხულია ამაღა მე შენთან სამი ვარდი გვინდა მეგობრებო ესე კოკი მან საბა მან ორი ვარდი ვარნა ეს პიკოლია იცი ვინ ასამაგებაში ყველა მერტად იქსავ ეს ხელი უნდა მოვიგოთ რა ერთი ასამაგებაში ცოტა რა ის ყველაზე ვარდო ყველა მერტად იქსავ მეც მიგზავნიან, მაგრამ ყველას კი არ ვარ რომ მიგზავნიან. ყველას კი არ ვეუბნები ხოლმე რომ გამომიგზავნეთ ხო და დავიღებთ ხო. საბა! შეგინაცვა საბა. დედას გეფიცები რამდენი მეუბნება რომ იმას გამოგიგზავნე ამას გამოგიგზავნე და თუ ყველასთვის უარი არ მეთქვას მე ვიყო უნამუსო კაცი აუ ვერავინ ვერ იქნება სნაიპზე ნეტა ეს ხელის წაგებული გვაქვს რა არავინ არ გსკროლავს თუ რა იყო რა არის ერთი ხელი ვერ მოუგეთ წაეგო ასჯერ გამთიშავდა ეხა მინდა თამოგულები ამ ხელის მერე დაუწერთ ლევი გითხოვსო რა გაათიშინა ქმარმა ო მაგან და თავის ქმარმა ხო გამიშრეს ის ეხა იცი რაზე იცეკვე? ო ბოლო ხელი იყო რა მავზე წაიკრავ ბენდენას ეგ ჯოხი ადგილზე გაქვს და სათვალეს გაიკეთებ და ჰოი და ნენევ სიბერი არა
არა მომიდო მაგ სექსუალურად გამოჩენა და კრაშების სულ არ მინდა სექსუალურობა TikTok-ზე რა ოი და ნენებს იბერეო არ მაგ თავზე წასაკრავი თუ ვინა ისე გავაკეთებ წასაკრავი ოლის ჯოხი ხო გაქვს სათვალე ხო გაქვს წავიდა თავზე წაიკრავ რამეს просто აღარ მაგ მუღამი რა პონტია რა საბას დაფოლოვებული ვყავარ და მე მაგებინებს რა მე ეგეთ რაღაცებს ვერასდროს ვერ გამო ჩემი უბნელია და შენ მოგაგებინათ ო აი ეგ არის არა ვარო თამომის თქვა მაგის უბნელიო და საბა მიცის რომ მე ვაკეთებ და მე უნდა წამაგებინოს მალე ხა შეკეთილ ძაღლო მე TikTok-ის პრეზიდენტი ვარ ჩემთან ვერც ერთხელ პრეზიდენტი არა ისახა მალე ბაბუ ბაბუ თუ შემოვიდა უნდა გაგასწრო ეხა ყოველთვის ჩემ პროცესზე თამაშობს მიდი როგორში ხო იცი რომ შემოვა ეხა აუცილებლად ვიღაც ხო და მე უნდა გაგასწრო ოკეი ჩამო ამ ხელის მე ჩაგდო ჩართე რა ეგ მუსიკა თან მეგობრებში ვყავარ უნდა მოსოვე ვის ბაბუს იხდება სიბერე მედი არ მესმისულო არ მესმის ხორეთა 80 წელი აპარატი ვარ გამოღებული აუ როგორ მიყვარხარ შენს და ელენკას და ჩემ რა მაგრა გამიყარ გუშინ ერთ რა თქვა შვილო რაო გუში რო არ დამერეკე თუ ჩემოთ რო წახვედით მარანში აი რა მაგრა ვიცოდი რომ არ გამოხვიდოდი რა იცი გოგო საბურთალოზე ვიყავი ჩასალბობა დავდგებოდი და გამოვიდოდი ალბობა რაღარი თუ ხარ ჩაიში ვალბობდი ზუსტად ვიცი რა კბილები ტყდება წახვედი ხო დავედი ხო დავედი გაკვეხე აი მეც დამპალო კაცო ალექსა play წერან გიგსონა მიგზავნი და თამაშა შემოსულია ცოტა ეს ვისთან ერთად არის ზატიჭიანს ვეთამაშები ცოტა ისმაკლია ექშენი რაღაცა დაძაბულობა ზატიჭიანი ვაიმე გამარჯობა ლევი გამარჯობა ლიზა დაგამატებ და ხელახლა გამომიგზავნე თამაში ხო მიდი ახლა ეს დავამატე კი დაგამატე კარგი გამარჯობა ლევი როგორ ხარ? კარგია თქვენ როგორ წამდებით? მადლობა ძალიან ხშირი მაყურებელი ვარ შეხოთაშორის შენი ანუ მე სულ დამწყები ტიკტოკერი ვარ ერთი კვირა არას ლაივებსო და ჩემ და მე მაინც არ ვილაპარაკო ეგეთი რაღაცები მოდი რა მე ვიცი ვინც ახარ როგორიც ახარ და აი ჯვარი გწერია და ძალიან კაი ადამიანი ხარ და რა ვიცი ცუდად არ გიცნობ და დანარჩენი ახლა პაჭკორია გაიჩიტა კი
ერთი კვირა ეს ულამაზესი გოგონა დაოჯახებულია თუ დასაოჯახებელია? ეგეთ პასუხებს არ ვცემ. მოდი ვითამაშოთ რა. კარგი, მოდი ერთი ხელი ვითამაშოთ. მოიწო ვერ გიგზავნით ამას, ამბა დაეთანხმე. ლევან ბედი ხო არ გწყავს ვინმე ლამაზ გოგოს რო ჩართავ ყველა გაიჩიტა, კი ბაზარი არა გაიჩიტა. გაიჩიტა რა, დიდი ხანია გაჩიტულია TikTok-ში ხა მე რას. ლევან, მაინც არ ვიცოდე კაცო ეს. ლევან, რამდენი წლისა ეს ულამაზესი არსებაო? რამდენი წლის ბრძანა? დავბერდი 39 წარ. 39 წლის. დასამალი არაფერი არ მაქვს კაცო გაჩერდი ეს გაფიცებ. ლევან, შენ 27 არ ვარ ეგეთი ის TikTok-ში რა ზიანდა, ვაიმე იმას არ ვიტყვი და მას არ ვიტყვი, ვარ ჩულებრივი ადამიანი აბსოლუტურად არ იმას არ იმავშები. არა, აქეთ პასუხობ ლევი. ლევან, შენ 27 წლის ხარ. გინდა რომ ამ ქალმა შენ ჭკუაზე გაგზარდოსო? მადლობა. არა, ჭკუა გასაზრდელი რამე მწიეს? გასაზრდელი. აქ დაწერეს რომ ეს რა ქვია, ლევან, ეს ქალი შენზე უпроსო და გინდა რომ შენ ჭკუაზე გაგზარდოსო და ავე მე მგონი გასაზრდელი არაფერი არ მჭირს და ისე როგორი ლამაზი თვალები გაქვს? ღმერთო შენ. რა შევთ ამ ქართველებს ბიჭო რა შევთ. Guys, tap to screen please. მე ქართველები იმდენად არ ყავს და guys, tap to screen please. მე მგონი ჩემნაირი თვალები გაქვს. აბა ახლო და მონახე. წვანე. შინარჩაკვი. მე უყურებ ამის ლაივებს ვიცი ვინც არის და როგორიც არის და პროსტა ეხა არ მწყინს რა ეხა გააჩნია ვინ გეტყვის და რონაირად გეტყვის ახლა პაჭკორიას ვიცნობ რამდენი ხანია პაჭკორიას უყურებ ხალხო რას მელაპარაკებით საერთოდ არ მიცნობს მაგი და რა ვიცი ახლა მე ჩუმადუზე ვარ ჩემთვის საერთოდ აი პროსტა რომ ვალაიქებ და რა თქვენ მეგრელი ბრძანდებით? კი ბატონო სადაურმელი ხართ? აფხაზეთიდან ძალიან ხასიათი. მადლობა. ისე რო იცოდეთ ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი საქართველოში მოგზაურობის დროს თავის მემუარებში ესეთ რაღაცას წერდა, რომ მას მთელი ევროპა ქონა შემოვლელი და სოფლიოში რა ქვეყანაც შემოუერა ყველაზე მეტად ქართველი ქალების სილამაზით თუ არა აღფრთოვანებული, კერძოდ მეგრელი ქალების სილამაზით. და ჩემი აზრით მართალი იყო, რომ ქართველი ქალები გამორჩეულად ლამაზები არიან სოფლიოში. კი. მართლა ძალიან ლამაზი ქალიო აქ წერენ. აი მე მგონი ქრაშები გამოგიჩინე აქ კომენტარებში. მადლობა. მე მგონი კერძოდ მეგრელი არსაც წერია ლარ უნდა მოსაო ლაზი ქალების სილამაზით იყო აღფრთოვანებული კერძოდ. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. მართლა გოგო. შეგიძლია რომ დაგუგლო. რა განმეორებოდ ვაიმე არა რას ამბობ მე ეგრევე მეტყობა რომ ანუ მეტყობა რა ეხა კი არ ვიქებ კაცო თავს და რაღაც ეხა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და რაღაცა არც ის სილამაზე და აიმე ისე ის გაგდა ეს გაგდა რაღაცა ისეთი რაღაცები მე არ ეხა რა ლამაზი ქალიო მოკლედ კომენტარებში ძალიან აღთხოვან და რაღაცა მეორმად მეორმა დაწერა უკვე რომ ძალიან ლამაზი ქალბატონია და მე მგონი შენნაირი თვალები აქვს. წვანე გაქვს შენ ხო? შენ. ო აი ესეთი თვალები მაქვს მე. მზად ხარო ახლოდან უყურო? მეც მანდელი ვარ. ყოველდღე უყურებ მასა თვალს ჩემს თავს. როგორი საჯიშე ქალბატონიო? საჯიშე რას ნიშნავს? ქალს კომპლიმენტი ყველანაირი გამიგია და საჯიშე ქალი აჯიშე ქალი რას აი გაფიცებთ აი პროსტა გეფიცები ჩვენნაირი ერი ხო არსად არ მოიპოვება აი შანსი არ არსებულია ჩვენნაირი ხალხი რომ სადმე ვიპოვოთ გეფიცები აი ჩვენ რასაც არ აი საჯიშეო თქვი იმ კაცმა კვარაცხელიების ჯიში ხო არ ვარ ეხლა კარგს ვიტყოდი პროსტა ლაივში ქალი რას ნიშნავს ანუ ყველანაირი კომპლიმენტი მithქვა ქალისთვის მაგრამ რა კაი საჯიშე ქალი ხარ მეთქი დედას გევცევი თუ მეთქვას ეგეთი რაღაცა რომ აი ატყობა ისეთი საჯიშეები ყავს და მომისმენთ ლიზა თქვენ დაოჯახებული ანუ ყავთ ბავშვები? კი რამდენი? 2 ბიჭები აი დედას გევცევი მართლა ისეთი ლამაზი ხარო უნდა გაამრავო ქართველი და მე ხარ მერთმა დიდი გაგიზარდოს
შენ ხوار გონი ხა სულ გადაობდა სულ ხომ ხანდახან მე სერიოზული ვარ და მართლა რავი ლევი რამდენსაც მომასწარი და იმდენ გოგოებთან და რაღაცა ის სულ მაგას განსახოდი რომ ნუ ეხა ვინც გიცნობს კაცო ეგეთი ისა გაგდა ეხა ხომ არის მე ადამიანმა თუ რამე საბაბი არ მომცა ისეც არაფერს არ ვეთქვი არასდროს ეს ტუტუცი ქალები ნახენ ლევის მტაგლებენ საბაბს კალმათ სიგნალი არ მომცა კარგი ჩემო იცი რა არის სიმართლე რო თქვა ესეა მართალი ბრძანდები ამაში მე 100%-იანი გეთანხმები კაცო საბაბი არ მიეცი ისე არასდროს არაფერს არ მე აქ ვერთვები გოგოებს და შეიძლება მთელი თამაში ჩუმად ვიჯდე ხოლმე და ხმა არ ამოვიღო შეიძლება ჩავერთო გოგოს და ისეთი საბაბი მომცეს რო დავიწყო და რომ მოვიკოქო ვერ გამაჩეროს რა ლევი გაიხარე ძალიან გამეხარდა მართლა და ერთი რაღაცა მწყინს აი რომეუნები გიყურებ და ვიცი ვინც ხარ გამოწერილი რატო არ მყავდი მაგრამ არ ყავდი ეხა გეფიცები არა მყავდი შულებს ფიცა ვარ მყავდი გამოწერილი და მე ერთ ნუ დიდი ხანი არა რო შევედი ნუ პატპისჩიკებში ვინც არ მყავდა ისინი ამოვწერე კარგი აი ხა ხო დაგამატე გაიხარე სასიამოვნო წარმატებები გაიხარე ერთხელ ვარ დავეთანხმები 10 ჯერ რატომ იგზავნიან ხოლმე თამაშს თეთრაზე ეპიცები აი ეგ მჭრის ყველაზე მაგრად ისა ვინმეს მინდა რომ ვეფლექსო სატიკიანი ლაივშია მაი პრივეტ ცოტა ისეთი დაძაბული თამაშები მინდა რა. რამე ცოტა ის მინდა, ადრენალინი მინდა რა. შენ რო გიგზავნით თამას ერთხელ არ უნდა ეთახმატო? ერთხელ მომივიდა ეხა ზუსტად. აქამდე არ მოხსულია? არა ვაფშე. აი ერთხელი ვითამაშე. მე ვაფშე მყავს ხალხი და სრულიაზე ვერ გეთამაშები. გითხარი რომ სრულიაზე მინდა თამაშე? ენა ვიცი, მაინც თავიდანვე რო იყოს. კომენტარებში რა მაგარი ბლატნო იხარ ხოლმე ჩემთან და აბა ეხა მელაპარაკე რამდენსაც კომენტარებში გიწერა. რა არ გიწერ კომენტარებში ვაფშე არაფერს არ გიწერ ბიჭო. შენ ვარ შეგიშვეს ფეის კონტროლი სადაც ადგილზე რომ ხო გახსოვს? მე არ დამიწერია. აბა ეხა გამიმეორე, ლოკები რატო აგიცით და შესამკლე შე. ვარც არ დამიწერია მე კომენტარი, სხვამ დაწერა. ვინ სხვამ დაწერა, რამე? აი მართლა საჩეგიშვენ ზოგადად გაფიცე. მე რო ნამყოფი ვარ და მე რო ნაგულავ. მე არ მიშვები ბიჭო, შენ კი არა, მე არ მიშვები. მე რო ნამყოფი ვარ და მე რო ნაგულავებ, მაგ 10 ცხოვრება რო იცხოვრო, იმდენს ვერ იგულავ. აი შევე აი რომ მოვუგებთ ხალხნა არ იდარდოთ. დამიჯერე. აი ყველაფერი ყელში მაგ უკვე და აქ მაგ. აი მე მაგალითად არ შემიშვები ზუსტად ვიცი. მე შემიშვები მოიწოდე.
ო შემიყვან და ჩამოვალ აი მარტო მან და შეგეხვარ თქვენ ყველგან შეგეხვარ ბედბოი მადლობა ბედბოი ყველგანაც შეგეხვარ შენ მოინდომელი მე არ მინდა მარტო აი ბასტიანზე უნდა შემიყვანო უეჭვებდი რა შეგეხვარ მოეჭვე რა პრობლემაა არამე კაი სიმღერა მითხარი რომ ჩავთო თუ არ გინდა ჩავთო უსმენ ის სანაგვერდო ყველა იცი მომეთხმედია წითელი რქები აკლია და ლუციფერია იმ აი არ შოს ვარ არასდროს ეს არც ყოფი ვარ არასდროს არ ვიცი არ ვარ აი გიორგი გუიგინე რაც მობას გაფიცებს ეს გოგო ხომ მოგწონდა ვინ გითხრათ რომ მომწონდა მე მომწონდი მე ვითომ მე მომწონდი არა სულს არ მომწონდი პირიქით ეს გოგო სახეზე რატო წითლდება შენთან ლაპარაკის დროს ადამიანები და ბუნებრივი ემოციები აწვება და შეიძლება წითლდება მე ძალიან მომწონს და წითლდება დაწითლდეს ყურებს დამდგება ლევან თუ ჩაეხუტებოდი ამ გოგოს გვანიშნე რამენაირად ამ გოგოს შეყარებული ყავს რატო უნდა ამ გოგოს შეყარებული ყავს ლევან ამ გოგომ თუ იცის რომ კარშის დგას მეკარე მაგრამ გოლი მაინც გადისო არ ვიცი იცის თუ არა თან ისეთი შეყარებული ყავსა ყველას ცემს იქით ნახე. კიდე გაისრულოზე არ თამაშობ, თორე მე გინახა ჩივიაკენ. მე მიცემა რამდენს უნდა იცი ქეით, მაგრამ თბილისში დავდივარ თავაწეული. არც კაპიშონის გადაფარება მიწევს. არც დამალვა მიწევს და ვერავინ ვერაფერს ვერ მიშვება და შენ მაგაზე არ იდარდე შემოტარდა. არა, შენ კი აქციონს კაცო. მე გამაბრაზებს იმას ეცი. გასავდი. კაზრი არ აქვს, არ დაიხარჯოთ. კეთი შეინახეთ. ლევიმ შენ რო შემოხედოს, მადლობა უნდა თქვაო. აი, ეგეთ რაღაცებს მომიწევთ. აი, გოგოა, რა გინდათ ეხლა ყველას და რაღაცა კომენტარებში ხარდახან მკმენს ხოლმე და ეგ არის და ეგ. მე ხო გვენ ხოლმე კომენტარებში. მე როდის, აბა მითხარი, აი როდის მეკმენ. ჯერ ესეთი შეწინააღმდეგ აროს ეს არ ვზივა, როდის ვიჯექი შენ წინააღმდეგ. რამდენჯერ იჯექი, ხო გითხარ, დაჟე ხო გაგაფრთხილე რომ მეთქი შენ ხო ჩემ წინააღმდეგ იჯექი მეთქი. როდის დარო ბიჭო შეწინააღმდეგ არასოდეს. ახლა მადლობა. კაი, ეხლა ვიღაცა ორი კაცი რო უყურეს და იმას რო ვეხმარები, ეგ შენ წინააღმდეგ ჯდომა არის? ეგ არის გამხნევება. და თუ გინდა ის $100 ჩაგირიცხო კიდე და იჯექი და მთელი დღე ჩემპიონატზე ითამაშო. მე მიწერე შენ უფრო უკეთესი გეკუთვნისო. მე აქ მიწერე რომ ლევი ეს გოგო ვაფშე არ შეგეფერება ისეთ ლამაზ გოგოებს ეთამაშებენ. ხო და მე მიწერე უკეთესი გეკუთვნის. მე ვყავს. ჩემთვის ყველა ქალი ლამაზია, მახინჯე მხოლოდ სული არსებობს. ნინი მადლობა. ორივე მათკინა. ბიჭი ჯობიაო, რავი აგერ ყველაც. მოდი. რა მოსუსია გოგოებისო? მე? ჰა. რა მოსუსი ვარ დათუნიასთან ერთად მძინავს მაიკარი. ეს ლევი მართლა შეყარებული არ ყოლია, რა? შეყარებული? ჰა. კი, ყოლია. და ცნობილი იყო თუ ისე რა? ცნობილის მყოლია და არაცნობილის. აჰა. ერთი თვეც მიცხოვრია და ჯერ მასთან ერთად. ვაუ. და მე რა დაშერდი არ განიცადე? როგორ აბა? 3 დღე ვსვავდი. მე 3 დღის მერე სარკეში მივედი. წალი გადავიღე ლევან შენ შეხარ უფრო კარგ გოგოს იპოვე და გავავიდე და ესე ცხოვრობ.
დაიპოვე უკეთესი. ვიპოვე, მაგრამ დიდი ხანი არ გზერდება ხოლმე. აუ ერთი თვე რა ამბავიაო. როგორ კაცო? იმიტომ რომ მე ეს თანაცხოვრების პერიოდი არასდროს არ მქონია ქალთან და ერთი თვე იყო ჩემი მაქსიმუმი, რაც გავატარე მასთან. მაგრამ მე არასდროს არცერთ ქალს არ ვამტვრებ, ყველაფერი ჩემი ბრალია ყოველთვის. თუ რამე ურთიერთობა დამგრევე და არ ამწყობია. რატო უღალატე? არა. აბა. ყველაფერზე ნუ ველაპარაკებ ახლა ლაიში, მაგრამ ქალი არა. ამე იცი რაზე გაბრაზდები? აი ეხა სიტყვაზე რა რომ ვინმე ქალზე კი არ ვიძახი, ვინც ყოლია გარშემო. როგორ ეხა ერთი თუ ერთად ცხოვრობდით, მაშინ კარგი იყო და ეხა ცუდია? ძალიანაც კარგია, მაგრამ ყველაფერი ჩემი ბრალია. რაღაცა მგონია რომ არ არის ფეხი. ეგ მეზისგან და მაგის გამო ძალიან ბევრი ბიჭთან მომსვლა რაღაცა რომ ქალთან ერთად ცხოვრობდი 9 თვე 10 თვე და 1 წელი და მაშინ კარგი იყო და მერე გამოდიან და ცუდ რაღაცეებს იძახიან და ხო ხვდები რა მე მეზისგება ეგეთი კაცები რომლებიც თავის აი ყოგინ ყოფის მიხარეს ხების თვალწინ ლანძღავენ ხო როგორ მაშინ ცხოვრობდი კარგი იყო და ეხა ვადაშორით ეკმე ცუდია მე იცი არ მომწონს, აი რომ ყოლოდა შეყარებული ვინც TikTok-ზე იждდებოდა, აი მე და შენ შეყარებული ყოფილიყავით და ვინმე გოგოც კი ჩაგერთო, აი გავგიждდებოდი რა. ეგრევე. ყველას ორმოს ლუკი მადლობა. აი შანსი არის. ძირითადად ურთიერთობები მაგის გამო დამგრევია. ხო, რა ლაივში ზიხარ და გოგოსთან, ხო? ხო, კი. ხო, ანუ ძალიან ნორმალური მიზეზია. კი. მოვკლავდი. აი ცეჩი მოვკლავდი, ეგეთ შეყარებული რომ მყავდეს და 24 შვიდზე სხვადასხვა გოგოებს ვრთავდეს, აი იმენა რავი. ეს ერთი მე ყოველ მარტო საღამოობით შემოვიდა, ეხლა 2 დღე. ანუ რა მნიშვნელობა? კიდე 2 საათი რო ჩართო და 2 საათი. მე რომ ბიჭებს ერთვები და თან მით უმეტეს ჩემს. მე შეყარებული არ მყავს, ეგ მოვიდა. წეგა რომ მეუბნებოდი შეყარებული მყავსო? შეყარებული არ არის, გერმანიაში ვარ და რანაირად მეყოლება შეყარებული. რა გერმანიაში ყავთ ხალხ შეყარებული. ანუ შენ რომ შეყარებული ყავდეს და შენ რომ მე ჩამერთო? ხო ვიცი რომ იეჭვიანებს უეჭველი. და შენ რა სიზავდი ჩამერთვებული თუ არა? არა თუ მეტყოდა რომ გათიშოვე, გავთიშოვდი. თან მადლობა. რა გაქთიშა? გადავარე, კაი. მომისმინე. აი, როგორი თავისუფალი ადამიანი წავნა იყოს და რო გეუბნება, რომ იცი რა ლევან მე პრობლემა არ მაქვს. ვისაც გინდა ჩაერთო ეს TikTok-ია, შენი გადავმან, კაი, მე ვიცი რომ კოლეგის მიერ ხარს ეწყინება ის რომ მე რო რაღაც ოფიციალურ ურთიერთობაში ვიყო, რომ იმ შენ ჩაგერთო და გინდების მიერ გოგოს. ამიტომ ეხლა შეყარებული არ მყავს. მე თუ რამე სერიოზულ ურთიერთობაში ვიქნები, არც სტრიმებს ჩავთავ და არც გოგოებს არ ჩავთავ. აი მაგის ამჯერად არ ჩართავ. ეხლა მე არანაირი ვალდებულება არ გამაჩნია და არანაირი ოფიციალურ ურთიერთობაში არ ვარ. თუ მექნება მსგავსი შეიძლება ლაივი ჩავთო როგორც აი გესტებათ არ მომყარო ვიღაცები ხან ვამღერო ხან რაღაცა ესეთი ანუ ის არ მექნება რომ მე გოგოებს ჩავთო და ვიღაცა ვაცეყო და ვიღაცასთან აი უქნები ვაკეთებო და ეგეთი რაღაცები არ ყველა ქალს ეჟუჟუნებაო ვინ აიტანს მაგასო არავის არ ვეჟუჟუნები ვაფშე არ არსებობს ეხა ამ მომენტში ქალი რომელიც სერიოზულად მაინტერესებს აი რავი ყველას გასაგებია სერიოზულად ვინ უნდა დაგაინტერესოს პროსტო ყოველთვის საკონად ვიძახი არ არსებობს ქალი აი ვიზას ვფიქრობ ეხა რომ იცი რა ეს ჩემი მომავალი მეუღლე გახდება და მასთან ერთად მთელ ცხოვრებას გავატარე არ არსებობს იმედია მალე გამოჩნდება ჩემ ცხოვრებაში ლევი რამდენი წლის ხარ აი ოღონდ გულწრფელად 27 წლის არ ხარ 27 აუ განახე პასპორტს პროსტო ვიცი მოიტანე აქ დამბლოკავენ და გადაუღებ სულას და ჩაგიგდებ ინსტაგრამში ამჯერად 27 ხარ და მე 29 და შენ 27 რა ხნა ეხა წვერი მაქვს მაგ გადაპარსული მაქვს და შეიძლება უფრო დიდი შვიდი მქონდეს მე გონებით შეიძლება 50 წლის ვიყო მაგრამ კაცო მე რეალურ ასაკზე გეკითხები თორე გონებით მეც რეალურ ასაკზე გეუბნები ამჯერად თქვენ ჯერათ 27 წლისა დამიწერეთ აბა ვაუ ხა ვარ და თუ შემიძლია ყველა ხელი წავაგე შემიძლია განახო პასპორტი როგორც პირდაპირ ისე ირიბა მე 25 წლის გაგაირიბები ხარ შენ მე მანდაიდია თორე ანუ შემიძლია აქაც განახო ირიბათ ანუ პირადობაზე ვიგულეს ხო კი ჩემი ბავშვობის ფრენდიაო მართლა 27 წლის არისო გინდა twin girl აწერია. ხო, tech twin girl-ი ჩემთან მოვიდა 15-16 წლის რო ვიყავი და აი ესე გვერდზე მომიჯდა და
უკეთესად შეიძლება რომ გავიცნოთ ერთმანეთი 3 წლით ორ უფროსი მაგაზე. და იქნება ასაკიო ქართულს მეტი ეტყობათო ქართულ კაცებს. 10 წელია მხრაშავს და ვერ მომიპოვა. ეგრე არ იყო. როგორ არ იყო ეგრე 10 წელია მხრაშავს, უნაოს მეტი 12 წელია მხრაშავს და ვერ მომიპოვა. ეგეთი მარტივად მოსაპოვებელი კაციც არა ვარ, ბაჭო. არა და ეგ ძალიან ლამაზი გოგოა, ეგ twin 8 წერია, როიცო. მოიცა აბა. არ უდევს სურათებს. არ უდევს. რაღაც ის უდევს ქართული სადაც უდევს. აზვიადებს ეს ჯიგარძაღლიო. რას ვაზვიადებ შენ არიყავი უკესრავად შეიძლება რომ გავიცოთ და ჩემ корпуსთან რო აბირჟავებდი ხოლმე და კროგებს რო არტყავდი ეხაც მახსოვს ხო ეს ვარდი გვინა მე აზრი არა აქვს ხო ჩვენ აქ რა მივითხოთ ას ჩემ корпуს რო კროგებს ურტყავდი ხოლმე ეგეც მახსოვს ერთი სული რო ქონა ფანჯრი და რო გამომეხედა ყველა სუბრას. ლევი, ნარცისი ხარ? თუ არა, როგორ ფიქრობ? ცოტა კი, ეხა ქალწული ვარ, ზოგიერთი და. ქალწული, ხა. ხო, შესასწორი და ქალწულები ერთმანეთს ვერ უგებენ. ეს სასწორი ხარ? ანუ ჩვენი მარსი და იუპიტერი ვერ შედის ერთმანეთში? ვერა. მე ვერ უგებ სასწორებს, ვერც ხის ხერხს და. სადაც რა შევიყვანოთ, იქნება შევიდეს, ხო? ლომი შემოვედიო, აი, ლომი მოვიდა. იქნება შევიყვანოთ თუ შევეცადოთ. ხო, გადააწყე ზოდიაქოს ნიშანი. ანუ 23 აგვისტოს ვარ დავადებული ქალწულის თვისებების მაგ და ლომის თვისებები. მგონი შეიძლება ნახევრად ლომიც იქნები. კი. და ჩემი არის 26 აგვისტო და არა, ხო, 26 აგვისტო უკვე ქალწულია. ლომა შეგასწროლები. მე მგონი ეს გოგო გაბავს და წინასწარ რაღაცებს გეკითხება. ვარა ის. ვეგა, მადლობა. არა და ლევის მართლა ძალიან ისევია. თავიდან კი ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ ეხლა ძალიან ჯილოდ უყურებ. მე შენ რაღაცა გაწყევინა და მე შენ დაგირეკა და გითხარი კიდევ. მე თუ რაღაცა შეცდომას დავუშვებ. მე ყოველთვის ვაგიერებ შეცდომას და მე არ მიყვარს ჩემ გამო რომ როგორც ბიჭი მართლა არ ვიფრიტავები. რაღაცა ეს დავიჭირე მუღამი რომ ნორმალური ტიპია რა. ოღონდ რავი, ეხლა მე არ მინდა თამაში სრულებს და всё მორჩა. არ გინდა დაძალებული საჭმის ჭამას არ ვარ და მე რაღაცა შეცდომას დავუშვებ მე ქალს რამეს ვაწყენინებ და ჩემ გამო რომ ქალი ნერვიულობს და ჩემ გამო რომ იტირებს და ცრემლები მოსდის. ვიტირებ არა შენზე არ ვიძახი ზოგადად ვიტახ. არ ზოგადად თუ შემოხვალ ჩემ ლაივებში ნახავ რომ სრულებს არავის არ ვითამაშები რა სრულებზე რა. რავი, იმდას კი იყურებდი, მაგას გასულენაზეც ეკავდი, ხო? მარიამ საყვარელია ბიჭო. მარიამ მე არ ვარ საყვარელი, ანუ რა. შენი ხალხი მე ძალიან მაჰეითებს და მარიამის ხალხი არ მაჰეითებს. აი 420 კაცი ვარ, ვინმე დავაჰეითებდი, ხა? ეხლა რო ვიცეკო, იცი რა ეს დაგიწერე? რას გავს, აი გამხდარი და რაღაცებს დაგიზემე. რა გამხდარი, შვენიერი ჭენჭიანი გოგო ხარ. შენ ჭენჭიანი იცრას ნიშნავს? არა. ერთ-ერთი ესეთი გამონათქვამი, ჭენჭიან ქალებს ეძახიან, აი ხორციანი ქალები რო არიან რა. ეს რა ქვია. ეხლა შენ გითხრა რომ მე ხორციანი ვარ? ანუ ქალიო როგორი უნდა იყოს, რომ კითხო კახეთში გეტყვი, აი ქალი უნდა იყოს, ჭენჭიანიო, აი ხელწასავლებიო რა, ეგეთია ჭენჭიანი. არ ვარ ეგეთი. აბადი არა, შეხედა, ნახე. ეს გელი რომ გლობას არ მოიშლის, ეგ არის ლევი. აბადი კიდე დანერჩეს მე ჩვენ გადავწყვიტე. ვაუ, რავი, მიდევს ვიდეოები და გადმოდით. მე გარეგნობით ადამიანს არასდროს არ ვაფაზებ, დედას გეფიცებ. გამხდარია ეს ზღვანსხვილი არასდროს არ ვიძახე ეგეთ რაღაცებს. რა? სუქანის ყოფილვარ. ერთი პერიოდი 75 კილო ვიყავი. სუქანის ყოფილვარ, გამხდარიც ყოფილვარ, ნამეტანი გამხდარიც ყოფილვარ და ნამეტანი სუქანის ყოფილვარ. ცხოვრებაში ყველანაირი ყოფილვარ ვარში და მე გარეგნობაზე ადამიანებს არ ვეხები. შენი ხალხი ესე კი მაფლოვებს, მადლობა ყველას. კომპლექსიანია ზედმეტად კითხვაზე შეეთხო. ბიჭო, არ ვარ კომპლექსიანი, ხა გეტყვით რა არის. მე არ მინდა რომ აი ჩემი ვიდეოები და რაღაცები სადღაც იდებოდეს და დამცინოდეს ხალხი და რაღაცა, იმიტომ რომ სვინე ხა ერთ რაღაცას გეტყვი რა, ჩემი ვიდეოები ძალიან ბევრ გვერდს უდევს რა და ვითომ ლანძავენ და მაჰეითებენ და რაღაცა, მაგრამ ყველა საღათ მოაზროვნა, ყველა ნორმალურ ადამიანს მოუწონა და პატივცემს ვინც მიყვარს. გარეთ რო გავდივარ, ხალხი ხდება სიყვარულით. აი გუშინაც დედას გეცე ტაქს გამოვიძახებ, სადმე მაღაზიაში გავალ,
სადმე გავჩერდები, ყველა მოდის მეხუტება და მესიყვარული. რა დედას გეფიცე. ეხლა ვიღაცა ბოროტი ფეიკი რაღაცას დაგიწევს, ეგ ფეხებზე უნდა გეკიდოს და შენ თუ მაგისტრის მზად არ ხარ, მაშინ არც ლაივები არ მეწავ. ხო და მაგიტო არ თამაშო და ბაბი მადლობა ბაბი. მაგიტო არ ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ადამიანს ყველა პატივს უწევს. შეიძლება ყველა ვერ გიყვარდეს, მაგრამ ვიღაცა პატივი მაინც უნდა ეცედა. თუ პატივსაც არ ცემ, უბრალოდ ცუდი კომენტარისგან თანხმობა შეიძლება რა. აი სადაც მივდივარ დედას გეცე გუშინაი ტაქსი გამოვიდა, მთელი გზა იმენა მეხუტებოდა და სიყვარულს მეხდი და მაგარი ბიჭი ხარ რომ მაგარ პატივს გცემო, ხო? იყურებო რასაც აკეთებ, როგორც აკეთებ და შენი საქციელებიდან გამომდინარე რომ მაგრად გაფასებ. მანქანა გავაჩერებინე მეთქი დრაივში სიგარეტს ვიყიდი, ერთი 5 ადამიანმა მიცნო მოვიდნენ, გავიცნოთ ერთმანეთი ბრად ვიცინე შენ ვინც ხარ და რაღაც და სიამოვნებით მე ქუჩაში დამალვა არასდროს არ მომწევდა. ხო ვიღაცა ფეიკი და გაბოროტებული გვერდები დადებე უფეხებზე მყიდია. ხო და უყურე შენ შეგიძლია ეგ ყველაფერი აიტანო რა. შენ ანუ შეიძლება ჰეითიც აიტანო და ეგ სიყვარულიც აიტანო და მე ანუ იმაზეც კი ნერვი მეშლა ბევრი ანუ ლაივიდან რომ გავდივარ 1.50 SMS-ი უეჭვენი მიხვდება რა და მაგაზეც კი აი ნერვოზდები რომ მეთქი რატომ წერენ აი რისთვის წერენ 50 კაც ანაიად შემიძლია ეხა ერთდროულად უპასუხო თუნდაც ხო ხო და ხვდები რომ არ არის ეხა გოგო ხარ და წერენ და რაღაცა ხვდები რა მეც წერენ ხო მეც წერენ და ხვდები ხა წერენ რა მე რა რო წერენ ხო და ზოგი ისეთ რაღაცას წერსო მაინც გინდა არ გინდა წაიკითხავ რა აი უეჭველი თვალი გაგიქცევა წაიკითხავ ხოდა რაღაც ნერვები მეშვა რომ აი და მე აი როგორც წაიკითხავ ისე გადასკროლავ და ეგა ხო და თუნდაც აი იმასთან რო გადავიღე ხა არ დავასახელებ სახელს მიხვდები TikTok ვიდეო რო ყვედო ანუ იმ ხელა ჰეითი მოდიო და რომ ყველაფერი წავაშლებინე რომ მეთქი წაშალեք თქო ჩემი ვიდეოები თქო რა მომის როგორი კარგიც არ უნდა იყო ადამიანი ყოველთვის წამოვა რაღაც ჰეითი რა როგორი კარგიც რა სიტყვის მეზობლის კალი აიდარდი ჩარტი ეგ სიმღერა და უსმენე ხოლმე რა აი ნუ წერთ ეგეთ კომენტარებს თავი შევეკადო როგორი კარგიც გინდა იყავი ვიღაცა სულს მაინც დაგიწევს და ვიღაცას მაინც არ მოეწონა დავით მადლობა არა ის არის რომ სწორად მოაზროვნე ხალხს მოსწავლე და ეხლა და შევიღაცა ფეიკების უფეთებზე დაიგებდე ხო ხო მაგრამ რავი ისეთი რაღაცას მაინც გიპოვნია რომ იცი რა ეს იმას აკეთებს ეს ამას აკეთებს და ბოროტი ყოველთვის გამოჩნდება შენ ცხოვრებაში ვალა იქოთ მაინც რა 1000 ლექსის კი არა ვარ ლები კაი კაცია მაგით დაგიწერეს მადლობა აი შენი ლაივები ჩართო ამიდან სენსახური ხო მეც არ ვიცი აი ჩემთვის ბიჭო ვეკითხები რა ტორთავ ლაივებს მაგრამ ამ ცოტა დეპრესიული ეპიზოდები როცა მაქვს ძალიან მეხმარება შემოვიდა და აქ ვისაუბრო რა ძალიან მეხმარება აი ვიღაცა თუნდაც რომ მეკითხება როგორ ხარ აი რატო განიცდი ამას რაღაცა ანუ კარგად გქონდა თავს რა ანუ საბოლოო ჯამში რო შევთანხმდით იმაზე კაი სამეგობრო არ ყავს არა პირგეუბნა არა მართლა არ ყავს კაი სამეგობრო და ამით უმეტეს სულ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობ და ყოველთვის სხვა ანუ ისევა რომ არასდროს არ ვარ ერთ ადგილას ანუ ცხოვრებაში არ ყავს ისეთი ადამიანი ვისაც შეგიძლია რომ ბოლომდე გაუძერო შენი გულისწყლი და შენი დარდები არა არ ყავს შემიძლია თქვა რომ არ ყავს მარიამ მადლობა ძალიან ცუდია არ ვენდობი არავის ეგრე რომ ბოლომდე მე პირადად აგერ აი TikTok-ზეც გავიცადე ესეთი ადამიანები რომ დედას გექცევა ის შემიძლია რომ ბოლომდე მოუყო ყველაფერი აი ელენკას რო დაუურიყო ეხა და რო უთხრა იცი რა ესესია და შეგიძლია რომ აი რაღაცა რჩევა მომწ დარიგება მომწ ან გვერდში დამიგე უეჭველი ვიცი რომ ისე დამიგე გვერდში რომ ეს ყველაფერი წინ არ დავხდება აი ეკუჩასაც რო დაუურიყო კიდე არიან ადამიანები და TikTok-იდანაც გავიცადე ცხოვრებაში ძალიან ბევრი რა ეხა აქ არის ნომერო ჩამოთვალე ეს ყველაფერი იმიტომ რომ დობა ბევრი არ უნდა გქონდეს მაინდა-მაინც მაგრამ ადამიანს ეთყობა სანდუარი თუ არ არის სანდუ აი მე მადლობა თამო ძალიან დიდი მადლობა კი შენ შეგიძლია რომ ყველაფერში მომენტო რა არა შენ აი შეიძლება ქალები ძალიან მიყვარდეს რაღაცა მაგრამ მე მეგობრობას და ეს ბეზიმენის შემოვიდა ერთი ტიპი არის ეგ არის ვიღაცის ადმინი თუ მოდელი სადღაც და იმ დროს რომ დამიწერე კომენტარები და გავარდი შეჩმორო მოდი აქ მოდი შეჩმორო მე მეგობრობა და ეს ქალებთან ურთიერთობა სხვადასხვა რაღაცაა რა ჩემთვის ეგ ჩმორიკა ეგ მოდი აქ შეჩმორო აქ აბა კიდე დამიწერე რას მიწერდი ამ გოგოს უნდობლობის სცენი შესაბამისად არც ყავს შეყვარებული და არც მეგობარია.
შეყვარებული თავისთავად. მე ისეთი ეჭვიანი ვარ, რომ აი ვერც ესეთი მამაკაცი ვერ გამიძლევს ეჭვიანობაში, შანსი არ არის. ლეონ, ამ გოგოს გამო თუ გააუქმდი TikTok-ს, აქ დამეწერას. ხო, ვიცი რომ ვისის მაკაცისა და ვისი მოდერატორიცა და აქ შემოვა კიდე ერთხელ და თუ მართლა არ აგინოს მე ვიღაცამ დავინახავ. არა, ხალხო, თლად ისეთი ურთიერთობაში არ ვარ ამ გოგოსთან, რომ TikTok-ი გავაუქვა. შანსი არ არის, ძალიანაც რომ შეგიყვარდი არ გავაქვებ TikTok-შენ. გააჩნია, იქნება ისე შემაყვარე თავი, რომ TikTok-ი გავაქვო და ფარიანი ნოტიით ვიავდო, მარტო შენი ნომერი მქონდეს ჩაწერილი. შენ მოინდო. აქ ალბათონოს ის განსაკუთრებული თვისება, როგორც შევედა. პირადად მე გეტყვი, ყველა კაცს სიამოვნებს ყურადღება. მხოლოდ გადამეტებული ყურადღება არავის არ სიამოვნებს, რა. ყურადღება და თბილი უნდა იყოს, რა. ხალი ესმე მათ. ნაკები რა ტრაგედიის და ეგრე. რაღაცა ვიცი და მაგას გიტყვი. სამოქთის ეჭვიანობით არ გირჩევ ლევი მაგის შეყვარებას. მე მიწერენ ესა, მგონი ამით ძალიან შეუყვარდიო, იმიტომ რომ ანუ ზოგადად ანუ ხალხი რო არ ყავს ისეთ ხალხს არ ეთამაშებაო და შენ უკვე მესამე ხელი გეთამაშაო. მე 500 კაცი მეყურებს ამ 500 ეხლა ხარ. ხო, მაგრამ მე ხო არ ვიყურებს და ვისაც არ უყურებს ეგეთ ხალხს არ ეთამაშებაო და შენ უკვე ეთამაშებო, 0 კაცი რო ყავს იმათაც ეთამაშებ. ხო და ანუ უყარხარო რა. მე ერთი უბრალო ბიჭი ვარ, არავიზე მეტი, არავიზე ნაკლები. მე აქ TikTok-ზე პოპულარობა არ მჭირდება, იმიტომ რომ საკმაოდ პოპულარული ვარ. და ვიღაცები რო ხიშნიკობენ, ლიბი პოპულარულ ადამიანს ეთამაშონ, ეგრე არ ვარ. აქეთ ხიშნიკობენ ჩემზე, რომ ლიბი მე მეთამაშე. არა, ის ეგრე არისო, მეც ხო ეგრე ჩაგდე. ეს ეგრე გინდოდა რომ ჩაგერდი. ყოველ საღამოს მინიმუმ 4 ადამიანი. ესე ვახუმე 4-5 ადამიანი მწერს Instagram-ზე, რომ აუ დღეს ჩამთავ. ლევის მოეწონეო, ნახე თვალებს როგორ გიჟუჟუნებსო. ეს თვალებს იმიტომ გიჟუჟუნებ, რომ 2 ღამის უწილო ვარ და რა გამიგია. უნებრივად. ყოველ საღამოს მაზანიატებენ, ლევი ჩამთავ, ლევი ჩა, უკანა სალტოს გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ, არ მინდა მე ვისაც გამიწორდება, იმას ჩავთავ. მე ვარ ლომი და ეჭვიანი ვარ ძალიან, არა, მე სასწორი ვარ. კეით. ხო. შენ იმათ მუშაობს, სტიუარდესად. მუშაობდი, აღარ მუშაობ. ეხა გერმანიაში ვარ და სწავლობ ენის კურსებზე ვარ. გერმანიაში რომელი ქალაქში? ზააბრუკენში. ზააბრუკენში. როდის ჩამოხვალ საქართველოს? თუ საბათვი გავაკეთე აქედან, არ ჩამოვალ. ლევან, ეს გოგო აფრიკაში თუ იცხოვრდა კითხევა. ანუ რეს მაგითხება? აფრიკაში არ ვიცხოვრობდი. როგორი ბავშვით გულწრფელია, არა, მართლა გულწრფელია და არ სარგებლობ ამ გულწრფელობით, ხომ იყურებს მეორე. 4 ვარდი გვინდა რა. მე 7-ოსანი ვარ და ვაფშე არ ვიცი. არა, მე ძალიან ეჭვიანი ვარ, ანუ არ შემიძლია მართლა ვერავის ვერ ავიტან, აი მით უმეტეს, რავი. აი მარტო ჩემზე უნდა იყოს ორიენტირებული რა, სხვა არავინ უნდა არსებობდეს დედამიწის ზურგზე. ჰეი, რამდენი შვილი გინდა რა თავდეს? არა, არ მინდა შვილი. ვაფშეტო? მე 12 შვილი უნდა მყავდეს, უნდა გავამოწმო. შვილი არ მინდა. მაგისთვის მენტალურად და ფიზიკურად და რავი, მატერიალურად ზონდა. მე მოგამზადე, გოგო. შენ თავი მომწადე. 12 შვილი თუ არ გამიჩინე, ხო არ გადაო. არა, შანსი არ არის. აუ, რა, მე შენახვის ტრაკი მაგ 12 შვილი მინდა. გამზადებ ბავშვებს. არა, რაღაცა არ უნდა რა გათხოვება და რაღაც ბავშვების. ინგლისურში. არა, არც ოჯახი მინდა, არც შეყვარებული მინდა, არც რავი, არაფერი მინდა ვაფშე. და აბა რა გინდა? რა, მინდა რომ ბევრი ვიმოგზაურო, ესეთ ადგილას ვიყო, სადაც მინდა რომ ვიყო. აი, ხა მინდა საფრანგეთში გადავიდე და აი, მაგალითად გადავიდე საფრანგეთში, ეგ მინდა და ვნახო იფელი საბოლოოდ. სავა მიკახა. განსაკუთრებული სანახავი არც არაფერია. ვიცი ხო, მაგრამ ხო იცი, აი მაინც რომ რაღაცა ის გაგა. ანუ შენ ის არ გინდა რომ ქართველები გაამარო და შვილები არ გინდა რომ ყავდეს. რა? არის ლევი, რანაირად რა გაამრავ რა არის? რანაირად მე შვილები მინდა რომ ყავდეს, ბავშვებზე ჭკუა მეკეთება და მინდა რომ შვილები. და მე რატო ხა 27 წლის ხარ და ჯერ შეყვარებულიც არ ყავს. როდის აპირებ? შვილი მყავს. მაგარი ბანძი ხარ რო იცოდეო. შვილი მყავს. გაიგე? არის ცის. უკრაინაში მყავს შვილი.
აი გვეჭვილი ამბავია უნდა ყავდეს ხო? ახლა რა შვები როგორ ხარ? აი ხომ დედას გეჭვე უხუმრობ, მაგრამ აი ბავშვებზე ჭკუა მეკეტება, რას ქვია შვილი არ უნდა ყავდეს, ხო? ანუ მე ახლა არ მინდა კაცო, მაგისთვის მეტალოგია. 29 წლის ხარ, აბა როდის გაგიგნა? ესე არ ჩაკვეტო შენი თავი. გაიგე? მოგვა. პრივეტ არმოდა. ბავშვებზე ჭკუა მეკეტება, რომ რავი დედას გეჭვე, როგორ არ უნდა ყავდეს შვილი, ანუ მე 27 წლის ვარ და რავი, დაახლოებით 30 წლამდე მაინც ახლა რაღაცა იქნება და უიჭველი დავოჯახდები და შვილი რო არ მყავდე მთელი ცხოვრება ისე რომ ვიცხოვრო, აი რავი. უკრაინელი ნახევარი მკვდარია, ნახევარი გაქცეული სატყვაშვილიო. რა ცუდი კომენტარი დაწერე ირაკლი, რა წეს. არა, ვიხუმრე ახლა შვილი ნეტა მყავდეს დედას გეჭვები, ისეთი ბედნიერი. ნაწყაწყავა. ისეთი ბედნიერი ადამიანი ვიქნება და ისეთი მამა ვიქნებოდი, რომ აი რავი, არ მოუდგენელი, მაგრამ რავი, იქნება რა. და რა თამაშობ დღეს? ატვარავის არის თამაშები სრულებზე. გელაპარაკე უბრალოდ ხანდახან ეს საუბარი საჭიროა. აი, მიდი წადი ახლა და თამაში, თორე მე აქ ხო ხედავ აბაში ვერ თამკირავ თამაშზე. აბსოლუტურად არ ვკირავ დედას გეცე მე თუ ძალით ვინმეს რამაზე ვკირავდე, ხო? მოდი მე ვარ საფრანგეთში მესტუმრეო. აი, დროებით წარმატებით. დროებით. მე ბავშვზე ჭკუა მეკეტება და Брат мой, привет! как ты, мой друг? У меня все отлично, ты как, братан? Мне тоже все Мне отлично. сказали, что в Затыкянце везет, и я сразу выключил. Ой, спасибо, родной мой, спасибо. Да, хотя сильные людей играем. Я знаю, я тоже хочу, брат. А ты для меня очень сильный, друг мой, поздравляю. Ты тоже, брат. Молодец, у тебя команда есть, ты хороший человек. Я тебя люблю, ты мой друг, брат мой. Ты тоже, брат, я уважаю. Спасибо, родной мой, спасибо ваш. Давай начали, друг мой, топ. Начали. 5 победа, братья. Киноцали, видео. Давай, цавата. Давай, Ахпежан. წავიდა ეხა უკვე სერიოზული თამაშებზე გადავედით და ყველამ ჩააჭირეთ ვაფშე. 11 დეკემბრი. ეხა უკვე წავიდა არ დავიწყება, ყველა მალაიქით. ალაიქეთ ყველამ, ხელები არავინ არ გააჩეროთ. 2x5 აქ ძალიან კაი. ელემან ყველას ლაიქები და გადაზიარებები. ცოტა ვარდები რო x-ი ჩაგვერთოს რა. სამი გაგშენს თეო? ზეო ამოდი. ნუ ებარე ვინცას. La mazicale damzrava mi ualev se utkare rom siqvarolem klaus ყველას ლაიქები ვაფშე რა x-ები გვაქვს საკაი მე ხუთი არ გახვიდეთ x-იანები ძმურად არა Semli mondes sigarones mi was marto siaroli me telegrames ega x-ი გვერდება კაროჩე x-ი რო ჩაირთვება მარიამ 1x5 დააგდე რა ახო აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს მე ლევან თბილისკი ვარ არ ვიცი ვინ გაანადგურა მაგრამ მე ისეთი ხალხი მიყურებს და ისეთი ხალხი მიგას გვერდში აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს და მარიამ x-ში 1x5 დააგდე. წავიდა ყველა მერტად ვაფშე.
ყველა მწოცოდა რუსთავსკი შენ გენაცვალე აი ის ყველა უღრმესი მადლობა ყველა მწოცოდა სანამ X3 და X5-ია რა დადო მადლობა ეხა დავიწყეთ ჯერ თამაში მარია მიანა თქვენ ყველამ ერთად ვაფშე ლიფსო მადლობა ამასაც ეყოლება კამანდა რახან მითხოდა ჯიმი დიმოი ბრატ თამო გენაცვალე ვის ხოცნა მიყვარს უგოლოსთან რა მინდა შენთან გამიხარდებოდა აბას ხვასთან მე რა მინდა ლამას ხუთხელს ხუთ მოგებაზე თამო ჯიმი თქვენ გენაცვალე ყველას უღრმესი საბა შენ გენაცვალე ოპა იქიდანაც დაიწყე კიდე კაი X-აცილა თო კარჩე მეორე X-ი დადე მარიამ 20 წამზე რა მეორე X-ი დადე და ყველა მალაიკეტა აზერ მარიამი დადებს X5-ს 20 წამზე ვარდები და ერთქულიანები ძმურად არავინ არ დააყოთ ვარდისთვისაც მადლობა ერთქულიანებისას და ლაიქისთვის უბრალოდ აღარ ახოთ მაგებს რა მარი მადლობა ყველა ხოძე Я как яблоки в снегу лежал, пока меня штопал хирург. Но, к сожалению, тело не текстиль. Мне бы пришили жизнь, да плюшка в постель. Лезвие ровно грязило песочки волны. 20 წამზე დაიდება X-ი და ყველა მერტად ვარდი და ერთგულიანი არავინ არ დავა Продукт брутально весомый, как от Дедушки Мороза ждут, что принесем мы. Аки, чем ведь Мариам, привет. Пока мы на свободе, дела не особо. Мы с братиком бандиты с головы до ног. Органы у дверей белого водосток. И я не кашлял, когда бегал в дом. Мне в этом ему Дон помог. Ветер с моря дух встретил. Завида, ყველა მერტად ვაფშე. ყველა მერტად ერთგულიანი არავინ არ დააკლათ რა აღარ ახუთმე ყველა მწოცოდა ჩავაჭირე საბა შენ გენა ყველა მერტად ლიქსონ თქვენ გენაცვალე რუსთავსკი ყველა მერტად ვაფშე ვაიმე გაფრინე ხვე დრო გადაცეთ ვინმეს არ გააქვთ აუ ჩემი არ აუშეს რუსთავსკი აუ რა ცოტა დიწყავაგე გენაცვალე საბა რუსთავსკი სვანჩიკ ლიქსონ თამო ჯიმი მარიამ ყველას გენაცვალეთ და ყველას უღრმესი მადლობა Тихо твои ебало, чтобы моргало, от Сибири до Урала наше выступление. ყველა მერტად Шаббат, воскресенье. არაფერი გავა ერთით ნოლს ვაგებ ყველა მერტად ვაფშე ყველას ლაიქები ვაფშე თამო გენაცვალე ლაიქებით გვასწრებენ ბიჭო ნუ გამაგიჟეთ ყველა მერტად ვაფშე და უნდა მოვიგოთ უეჭველი დღეს ლაიქებში მჯობნეს ბიჭო ნუ ხარ ზარმაცები ყველა მალაიქეთ ვაფშე მოიცა ნინი არ მაინტერესებს რა ეგეთი რაღაცეები ხა ნათუშკები არ მინდა ეს დაძაბულობა კომენტარებში ხედავ რომ სერიოზული თამაშობ ძალიან გთხოვ თავი შეიკავე და ეს რაღაცა კერძო რაღაცეები და იაზუები და თავი შეიკავე სერიოზული თამაშია ხა ეს ჩემთვის და ძალიან გთხოვ თავი შეიკავე რა ზედმეტი კომენტარები არ მინდა თამამო ყველას გთხოვ 4 ვარდი ვინა თუ გამითვალისწინებთ თუ არა და რა ვიტო არჩე მე მივხედავ სვანჩიკ თამო მადლობა ემიგრანტი ირმა ყველას უღრმესი მარიამ 1x5 დააგდე ეხლა რა წავიდა ყველა მერტად ვაფშე იმათაც იქს ყველა მერტად ვაფშე ვარდებს ნუ ურყავთ აღარ ახუთმე
კარგათი თამო შენ გენაცვალე ყველამ ერთად ხატი გაახუთ მაგა შენ გენაცვალე გოგო ყველამ ერთად ვაფშე ოპა ეგრევე ნახე რამ ხელებს ურტყავ ბიჭო ნახე ჩემი ხო არ გადა მიერიგო ეს საჭიროება ღრუბელი გვაქვს ვინმეს ღრუბელი გვაქვს ეს მთელი საღამო მარიამ 30 წამზე ღრუბელი დააგდე და საბა შენ 25 წამზე არა შენც ბარემ X-ი მიაგდე 20 საბა შენ მიაგდე X-ი 30 წამზე და მარიამ შენ ღრუბელი დააგდე 30 წამზე ერთი დებს ღრუბელს ერთი დებს X5-ს მარიამი დებს ღრუბელს საბა დებს X5-ს და ყველა მერქად ვაფშე იანა მადლობა ცოტა იქნებ წინ წავიწევ თამოსაც X5 ქონი თამო შენ გენა ცოტა წავიხმაროთ რა იქნება წინ გავიწიოთ კაკი გენაცვალე ჩემი ძმახარ იანა რატო არ ტყავ ვარდებს აი ხო ვითხოვე პროსტა ვარდისთვისაც მადლობა და ყველაფრისთვის მაგრამ რატო არ ტყავ ეხა აი ხო ვითხოვე ესეთი რაღაც ანუ არ გინდა რომ მოვიგო პროსტა რატო არ ტყავ არჩი არ გაგითხრეთ რა ვარც ვინც დაარტყავს დაიბლოკება რა იმიტომ რომ მე ვითხოვე და გთხოვთ რომ ვარდი არ დაარტყათ X5-ში აღარ ახუთ მაგას იმათთან არავინ არ არტყავს და ჩვენ რავი ეხა რო გთხოვთ არ მითვალისწინებ და თუ არ მითვალისწინებ მეც ვერ გაგითვალისწინებ თამოსაც თამო შენ გენაცვალე კაკი მადლობა კაკი ყველამ ცოტა იქნებ წინ წავიწევ მეორე X5 და ღრუბელი დაიდება 30 წამზე და ყველამ ერთად კაკი ჩემი ძმახარ დააგდე ღრუბელი და X5 რუსთავსკი გენაცვალე წავიდა ღრუბელი X5 ყველამ ერთად რუსთავსკი გენაცვალე ერთად ცოტა ყველამ იქნება რაღაცა გაგვიხოთ მაგას ოპა მარიამ შენ გენაცვალე არ გაახუთ მაგა ყველამ ოპა ხატი თქვენ გენაცვალე ყველამ ერთად ვაფშე აუ ერთი ღრუბელი დავხატავდათო კაკი თამო თქვენ გენაცვალეთ ერთად ყველამ ერთი ღრუბელი და ეგ არის მეორე ღრუბელი წარითო ყველამ ერთად ვაფშე ხატი თქვენ გენაცვალეთ მარიამ ყველას უღრმესი მადლობა აბა რა ერთი ანუკა მადლობა ხატი მარიამ თამო კაკი რუსთავსკი ანუკა სვანჩი გიანა თქვენ აძინ ბრატო ზოურჯან თამბლეკინ ვორტენაკ ნავშაგი ასე ვენესამის დააგვიანა რაუ რამაგრები ხარცტო ვენესამის დააგვიანა ფიგერორკი გამოუშვა საღონ მიყვარხარ ჩავაჭირეთ ყველამ ერთად ვაფშე X5-ები გვაქვს ღრუბლების ამბავი როგორ არის ღრუბლები როგორ გვაქვს ღრუბლები დავჩავინმეს ღრუბელი გვაქვს მარი მადლობა ყველას უღრმესი მადლობა იცით ჩემთვის 2X5 მაქვსო კაი როცა გეტყვი მაშინ დადებ მოკლედ ამ ხელში თამო შენ დადებ 1X5 თამო ამ ხელში 1X5 დადებ შენ გაორმაგებაში თუ გასამაგება რაც იქნება და ბოლო 20 წამზე დადებ კიდე რა ამ ხელში შენ დადებ X5-ებს თამო ყველა მალაიქი თორში ვასკა მადლობა გაორმაგების 30 წამზე დადე რა გაორმაგების 30 წამზე დადე ხატი ღრუბელი შენ მოგცა ხატი ვასკა მადლობა იყოს მთვრალი ძმაო არაფერი არ ეშლება და იყოს მთვრალი ო
ყველას ლაიქები ვარ. მარია მადლობა. Короче, მომისმინე ხა ის რა ქვია, თამო. გასამაგების 30 წამზე დადე X5. მეორე X5 დადე 30 წამზე. არა, 25-ზე. გაიხარე, მარი ერთ-ერთია შოტი. ყველა მერტად ვარში თამო გენაცვალე. მარიამ ყველას როგორ მესიმადლო. სართხელა საბა 30 წამი რო იქნება X3-ში მაშინ დადე თამო 30 წამი რო იქნება X3-ში მაშინ დადე X5 რა ვასკა მან აი ხა დააგდე X5 რა მარიამ შენ გენაცვალე ყველა მერტად მარიამ შენ გენაცვალე წავიდა აგორ თამო თქვენ მაინც ვარდი დარტა რუსკა თავს თამო თქვენ გენაცვალე ყველა მერტად მარიამ შენ გენაცვალე აპარა მარი თქვენ გენაცვალე ყველა მერტად გაფრინდე ჩემი არაუშო ელენკა პეპო მიხავარხა თამო მადლობა სვანჩი თქვენ გენაცვალეთ. Короче, ეხა მომისმინეთ. თამო დადებს X5 25 წამზე. ღრუბელი არ გვაქვს, ღრუბელი ქონა ხატია. ხატია მე მგონი გასულია. X5-ზე დადებს 25 წამზე თამო რა. და ყველამ ერთად ვაფშე აუ თავი ამტკივდა დედასგებს. ღრუბელი ხო არავის არ გვაქვს დაწერეთ, აბა. აუ რა სწორს ყველა ერთად რო თამაშობს და თქვენ გენაცვალეთ და ბიჭო რამდენჯერ გთხოვთ მახო ჩემი ძმა როგორ მომისმენთ ხო გთხოვთ რომ X5-ში ვარდით ნუ არ გყავთ რაც მოუნათ მეტი რანაირად გთხოვოთ აღარ ახუთ მაგებს არაფერს მახო გენაცვალეთ 25 წამზე დაიდება X5 და ყველამ ერთად ვაფშე რა. X5-ები გვაქვს აკაი. რაპუნცელი თამო ყველას თამო 25 წამზე X5 არ დაგავიწყდეს რა. ბოლოში დაურთხავენ ეხა უეჭველი აბა რას იზავენ და ღრუბელი დააგდე 30 წამზე ნინი 30 წამზე ღრუბელი დააგდე და ღრუბცა ეგარ ყველამ ერთად ვაფშე რა ყველამ ერთად ნატაშკა გენაც ყველამ ერთად მარი გაახუთ მაგა ყველამ ერთად ჩავაჭირეთ თამო თქვენ გენაცოთ ერთად ყველა მაგორ აპარა კაკი შენ გენაცვალე ყველამ ერთად ელპი და დადუ თქვენ ოპა რა ხესხელია აუ ჩემი ხوار გადაობ საბა დავაგვიანეთ ვაიმე რუსთავს კი თამოთ რა დედას გემცემი საჩუქრები დაგვიანდა თორე უეჭველი მოგებული გქონდა თო საჩუქრები დაგვიანდა თორე უეჭველი მოგებული გქონდა მოვიგეთ თო აუ ხوار გადაობ მოვიგეთ მარია თქვენ გენაცო წაგებული მეგონა წნევა ამიწია დაშკეფიცე ამასთან თამაშის დროს იმენად სუდად ხვდები 2-1 ეგარი აბარა ყველამ ერთად თაღოლ მაგერ ვაიმე რამდენს ნერვიულობ ჩემი და თამაში მოგებული მაგტო თამაში მოუგე და მე კიდე წნევა ამიწია მე მგონი გეუბნებით სუდად ხვდები ამასთან წაგების დროს და ყველა მალაიქეთ ვაფშე კაკი დედას გემცემ წნევები დამართა მანდო თქვენ გენაცვალეთ გუში მე წაგებული მეგონა ბოლო წამზე დაარტყა ვიღაცა 2-1-ია ყველა მალაიქეთ ვაფშე
ეხა საბას აქ X5-ები, საბა ეხა შენ თამაშობ. შენ თამაშობ კი არა, შენ დებ X5-ს. 1 X5-ს დებ X3-ში, მეორე X5-ს თამაშდებ 30 წამზე, საბა. ხო აქ ხარ საბა? 1 X5-ს შენ დებ X3-ის 30 წამზე, მეორე X5-ს დებ ბოლო 25 წამზე. 1 გააკ, კაი, 1 შენ დააგდე. 200 ქულა გვინა ყველა მცოცოტა რა. სისარტყელა თამო ყველა სურმესი მადლობა. ნატაშკა თქვენ გეინაცვლა. ძალიან მაგრები ხარ თქვენ გეინაც. ცოტა გვინდა რომ X3 შევა. 5-მდეა საბა. იანა ნათია ყველას ეგ არის შევ ელპი და შენ გეინაცვალი. ყველა მერთად ვაფშე მარიამ ყველა სურმესი მადლობა. ცოტა გვინდა ძალიან X3 შესავსებად. თეა გეინა ეგ არის შევავსეთ. Small mother. ეგ არის X3 ჩაგვერთო. Deswegen, was hierzu war kein Torek Toransi. Tashnam Torek Tozargana. Arek Torek Torenk Helnen Yotior. სვანჩი ყველა სურმესი მადლობა. ოპა! თამო! მიყვარ ხარ ყველა მერთად X3-ში რა. კაკი გენაცვალე, კაკი ჩემი ძმა ხარ ყველა მერთად X3-ში. ელენკა ბებია როგორ მაბლატავებს. ელპი და შენ გენაცვალე, თქვენ გენაცვალეთ სულ ყველას ხო? ყველა მერთად X3-ში. ელპი და ყველა სუღრმესი მადლობა. ეს ხელი 2-1 ვიგებ რა, ჯერჯერობით 2-1-ია. ოპა, ნახე რამ ხელა გადაუთხა ჩემ. კაროჩე ხა მომისმენთ რა. X5-ები ვის გვაქვს და ღრუბელი თუ აქვს ვინმეს რა. X5-ები თუ გვაქვს ვინმეს და ღრუბელი თუ აქვს ვინმეს დაწერეთ, აბა. ღრუბელი და X5, ღრუბელი და X5 რო ვის რა. Ik nervajna na meschave krva. Vai vega Simonića. Jeskućan kimerne mapris. Fulne kimerne. 30 წამზე და X5 ვის გვაქვს დაწერეთ რა, დაწერეთ X5 თეო სად არის? თეო აქ ხარ? თეო დადებს 30 წამზე X5-ს, თეო დადებს მარიამ ამ ხელში X5-ს, ნინი დადებს ღრუბელს, 2 ღრუბელი აქვს ნინეს. იანა მადლობა. მახო მადლობა. ვარდი არავინ არ დაარქეთ რა. მახო ჩემი ძმა ხარ მახო. ვარდი და ერთგულიანი X5-ში ძმურად არავინ არ დაარქვა. აღარა ხუთ მაგებს პროსტა. წავიდა დააგდეთ რუბელის და X5-ის. დავაი ეხა X5 მიაყო. ყველა მერთად ვაფშე. ყველა მერთად აგონ. ელპი და გენა ყველა მერთად. თეო საბათ ყველა მერთად იქნება რაღაცა გაახუთმაგოს თეა გენაცვალე. სნაიპ ბაროგიო თეა გენაცვალე. როინი თამო თქვენ გენაცვალე. აი არავის 2-2. კაკი შენადირო თან დააგვიანე. ეხა თუ მაიკა იცი, აი ეს მაიკის აწევა ვონთ არ დავინახო იქით ვიხედებით, ხო? აი არა უშავს რაც არის Arade parel sorva elis ahyan, gelku Elku merneyiz ki zaf bircan.
ყველა მალაიქეთ. რას ვალაპარაკებ? მე ვაფშე არაფერს არ მელაპარაკებად, ხო? ელენკა ბებია ჩემია, ძმა, ვინ ლამაზი გოგო. ყველა მალაიქეთ, მარიამ. ყველა მალაიქეთ, მარიამ. 2-2-ია. Короче, X5-ები დამიწერთ, ვის გვაქეთა. თეო დადებს, თეოს აქ X5-ები რა. ნიკა კარგია. ლაიქები ყველას. თეო 2 თუ გაქვს 1 დადე X3-ში 30 წამზე, მეორე დადე 25 წამზე. ღრუბელიც გვაქვს, მე მგონი ღრუბელიც გვაქვს. ყველა მალაიქეთ რო X-ი ჩაიგდოს რა, ნიკა გეინაცვალ ნიკა. მარი ნამ ანუ თოხ ნამდნი ნამჯანი თეიმ X3-ის 30 წამზე დადებს X5-ს, არა X2-ია. X2-ის 30 წამზე დადებს X5-ს თეო. მეორე X-ი დაიდება 25 წამზე. ღრუბელი გვაქვს ვინმეს კიდე მითხარი. ნინი დადებს, აუ ტელეფონი დამივარდა, მეორე არ აუშვს. ნინი დადებს ღრუბელს 30 წამზე და შენც მეორე X5 მაგ დროს მიაყოლე რა. X5-ების დროს ვარდები არავინ არ დაარტყათ რა. დაგდე ხა ერთი წავიდა ყველამ ერთად ვაფშე. ისენიც ჩემნაირად თამაშობენ ხო უყო მანო მაგ ყველამ ერთად. ყველამ ერთად ვაფშე წავიდა აგონ. კაკი ვასკა თქვენ გენაცვალე. ყველამ ერთად. მანო გენაცვალე ძალიან არ გაფრინდეს მთავარია. ელენკა ბე მიყვარხარ ბე ამიკო მადლობა. კაროჩე ხა მომისმინეთ 30 წამზე იდება ღრუბელი, 30 წამზე იდება X5. რავი თუ შეგვიძლია მანდ უნდა ვითამაშოთ რა. ორი თორია ხო? წავიდა. ნახე ეგრევე ვარდს არ ტყავს. რატო არ ტყავ ვარდს? თო, დააგდე X5. X5-იც მიაყოლე თეო. წავიდა ყველამ ერთად ვაფშე. საზა გენაცვალე. ყველამ ერთად. აუ ეს ხელი არ წავა გუნა. ყველამ ერთად. ვასკა გენ ყველამ ერთად. ოპა! ნინი საპა ელენკა. თქვენ გენაცვალეთ აბარა. 3-2. თქვენ გენაცვალეთ ძალიან მაგრები ხარ.
ელენკა ნინი ამიკო საბა თქვენ გენაცვალე 3-2 აბარა ლაივს აზიარებს თუ რა შვება ჩარტი თამაში წნევა მაგტო